საღამო მშვიდობისა. მე ვარ ნინო მარგოლაშვილი და დღეს არის წიგნის კითხვის 66 დღე. რაღაცები ამერია წიგნის კითხვის დროს, დღეს რეალურად 66 წიგნს ვკითხულობ. ფაქტია, რომ მე მგონი 8 დღეზე მეტი გავიდა, რაც არ წამიკითხავს თქვენთვის წიგნი. მადლობას გიხდით მოთმინებისთვის, ერთი და რომ მელოდებოდით და მეორე ძალიან მიხარია, რომ გაინტერესებთ და ისევ ველით ახალ წიგნებს. საქართველოში გრძელდება ადამიანების პროტესტი ძალადობის და უსამართლობის წინააღმდეგ. შესაბამისად, მეც ვაგრძელებ წიგნების კითხვას თქვენთვის. 8 დღის განმავლობაში სამწუხაროდ ვერ წავიკითხე, ვერ მოვახერხე. თუმცა სხვა რაღაცები გავაკეთე და შეგვიძლია ცოტა შესვენებასავით ავიღოთ. მაგრამ დღეიდან ვაგრძელებ და დღეს საცვლებიან მგლის ნოველას წავიკითხავთ. თუმცა ისევ წიგნის კითხვის დროს ამერია პირველი შეიძლება რომ წამიგდრეს წიგნი, იმიტომ რომ აქ გავიცნობთ საცვლებიან მგელს. ვინ არის საცვლებიანი მგელი? რატო აცვია ტრუსიკი? საცხოვრობს და რა ტიპია? და დავიწყოთ. წიგნის ავტორი არის უილფრიდ ლუპანო, ხოლო ილუსტრატორები არიან მაიანა იტოისი და პოლ კოუეტი. მისი დოლებიანი ტრუსი. დავიწყოთ. ტყის ზემოთ ცხოვრობს მგელი, რომელსაც ძალიან ბოროტი და საშიში თვალები აქვს. და ჩვენ ტყეში მცხოვრებმა ყველამ კარგად ვიცით, რომ როდესაც მგელი ტყეში საჭმელად ჩამოდის, ყველამ ჩვენი ტაკუცუნები შორს უნდა წავიღოთ მგლისგან. და შევიჭრიდეთ ახლა ტყეში. აბა ყველამ შეიძინეთ ტყის გაზეთი. კიდევ როგორც აღნიშნეს 3 შეტაკება მოხდა მგლის მიერ ამ ღამეში. წინა ღამეს. აბა მგლის საწინააღმდეგო სიგნალიზაციები შეიძინეთ მგლის ხაფანგები კარგფასად. აბა ვის გსურთ მგლის საწინააღმდეგო ღობეები. კარატეს გაკვეთილები მგლისგან თავის დასაცავად. მგლის კრიმინალური ნოველები. გეშინიათ მგლების? მიირთვით თხილის ნამცხრები, თხილის სოუსები, თხილის ჩიფსები. მოკლედ, ყველანი მოცულები არიან მგლით, როგორ დაიცვა საკუთარი თავი. მოდით შევხედოთ მგელს. გაკვეთილებიც სტარდება. ეკრანზე მგლის ხატია გამოტანილი. ვაიმე, ნამდვილად საშიშია. გეთანხმებით აბსოლუტურად. მისი ეშვები ყინულის ლოლოები ვითარეს. მისი თვალები ველური თვალებია. მისი სამოსი ძალიან უხეშია. საშიშია. მიირთვით თხილის ჩიფსები. აი აქეთ. აი ჩვენც მოვედით მგლის საწინააღმდეგო ბრიგადა. მოგესალმებით მოქალაქეებო, ეს ჩვენ ვართ. დაისვენეთ და დამშვიდით, ჩვენ დაგიცავთ თქვენ.
ძლივს მგლის საწინააღმდეგო ბრიგადაც აქ არის. ვაიმე ღმერთო, დიდი მადლობა. ძალიან ბევრს უხდით ტყიდან მათ და ნამდვილად ღირს რო იარსებოს ამ ბრიგადამ. გელი მოდის! და აკანკალებული მუხლები. ყველა დაიმალა, მოიკეტა ფანჯრები, კარებები, სადაც შეულიათ იქიმალებიან. მე მგონი მისი დრუნჩი დავინახე. მე მგონი მართლა საშინელი ეშვები აქვს და ძალიან გიჟური ბოროტული თვალები. მოიცა. ეს ვინ არის? ეს არის მგელი? არ არსებობს. და მოიცა, ტრუსიკი? ჰეი! გული გაგვიხეთქე რა. ჩქარა დაიმალე, იმიტომ რომ მგელი არის აქ. მოიცადე. მე ვარ მგელი. არა. ჩვენ სხვა მგელს გულისხმობთ. მგელს, რომელსაც გიჟური თვალები აქვს და ეშვები როგორც ყინულის ლოლოებიო. და ის აი აქ ცხოვრობს. მე ვცხოვრობ იქ. და გამოვიდა. უკაცრავად? მაგრამ თქვენ ნამდვილად არ ხართ ზუსტად ის მგელი. თქვენი თვალები საერთოდ არ არის ველური და გიჟური. თქვენი სამოსი კიდევ გაკუცულია. კბილები კი გაქვთ ბასრი. გეუბნებით, მე ვარ მგელი. შეუძლებელია. ნამდვილი მგელი. ის მგელი, რომელსაც სულ ციცქნას ღარიბი რო ვიყავ იქით ამოყოლებული მეშინოდა, არასოდეს არ ივლის ტრუსიკით. აი ესე, შენსავით. ეს საცვალი. ეს საცვლებმა, ამ საცვლებმა ჩემი ცხოვრება შეცვალეს. და ეხა უყვება რა მოხდა, რატო აცვია ტრუსი. ნახეთ, ძალიან მეყინებოდა კაკუცები. რო ჩამოჩდებოდი ხოლმე ამ ლოდზე ჩემს სახლთან, ისეთი ცივია ხოლმე ღამით ეს ქვა. მეყინებოდა ტრაკი. და შემდეგ უკვე ყმულს ვიწყებდი სიცივისგან. თურმე რატო ყმულობ? მე ტყეშიც მოდიოდი. ვერსად ვჯდებოდი ტყეშიც. ყველაფერი იყო ცივი და სველი. ნესტიანობა კიდევ უფრო მაგიჟებდა. ჩემი თვალები გიჟივით ჩანდა. ჩემი თმები კიდე ყალყზე დგებოდა სიცივისგან. და მას შემდეგ ვიშოვე საცვლები. და რაც საცვლები ვიშოვე, ჩემს ტაკვებს ერთხლაც აღარ შეცივნიათ. კომფორტი. როგორი მნიშვნელოვანია კომფორტი. მოიცა. აბა საიდან გაქვს ახლა ეს საცვალი შენ? საიდან გაქვს? ეს საჩუქარი იყო. საჩუქარი ვისგან? ჩემგან. ცივი ტაკუები ქონდა. ხო და მოუქსოვე საცვლები. მორჩა. ეს არის ამბავი. მორჩა, ეს არის ამბავი? არა, ეს არ მორჩება, სანამ ჩვენ არ ვიტყვით ასე. რა? ამიგრძალავთ ახლა საცვლების ქსოვას? მოიცადეთ, რამე საცვლების საწინააღმდეგო ბრიგადა ხომ არ არის, რომელიც ტყეს დაიცავს?
მე მგონი ეს რაღაცა ხუმრობა უნდა იყოს. შენ არ გაგვექცევი, ვერ გაგვექცევი. ჩვენ ვიცით რომ შენ შენჭამ ცხოველებს ტყეში. აი მაგალითად გუშინ 3 ახალგაზრდა გოჭი გაუჩინარდა. რა? შეუძლებელია. მე ყველა ჩემ საჭმელს აი იქ გადაღმა, ტყის გადაღმა მაღაზიიდან მომაქვს და ვყიდულობ. აი მე ჯიბეც კი მაქვს, სადაც ხურდებს ვიღრი ხოლმე. ეს კატასტროფა, ანუ რა? მოიცადე. და ეხა ვინ გაიყიდის მაშინ მგლის საწინააღმდეგო ღობერებს? და მოიცა მე რა გავაკეთო ჩემი მგლის შესაშინებელი ლექციებს რო ვეღარ ჩავატარებ. ან ვინ იყიდის ჩემ მგლის საწინააღმდეგო ხაფანგებს? და ტყის გაზეთი? რა უნდა დავწერო ტყის გაზეთში ახლა თუ მგელზე აღარ დავწერ? რასე ვილაპარაკოთ მგელზე თუ ვეღარ ვილაპარაკებ? ანუ მთელი ცხოვრება, წარმოიდგინე დღე და ღამე ყველაფერი იყო მგლის გარშემო. ეხა აღმოჩნდა რომ ეს მგელი თურმე საშიში არ არის. რა გავაკეთეთ? ეხა უკვე შეეშინეთ რომ ისე რა ვეღარ ვიცხოვრებთ როგორც ვცხოვრობდით. და ჩვენ რა გავაკეთოთ? მგლის საწინააღმდეგო ბრიგადა ვართ. თუ ადამიანებს არ ეშინიათ, მაშინ ჩვენ აქ ყოფნას რაღა აზრი აქვს. ბოდიშ გიხდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ უფრო მეტია გაქვთ ცხოვრებაში ვიდრე შიში. ნუ მოკლედ, მე უნდა წავიდე. შოპინგის დროა. მოიცადე. რა საყვარელი და სახალისო მგელია ეს. მაგრამ რას ნიშნავს ჩვენ უფრო მეტი გვაქვს ვიდრე შიშიო? რა კარგი შეკითხვაა. რას ნიშნავს? ამასობაში ციყვმა რაღაცა მოიცა. ანუ შიში შეიძლება არ გვჭირდება შიში? მოიცა ვინმე სხვა არ გინდათ მგლის კრიმინალური ნოველა? ჰეი, მგლის ხაფანგები? არა, მადლობთ. მგლის საწინააღმდეგო სიგნალიზაციები? არა. ტყის გაზეთები? არა. აღარ ეშინიათ. და აღარ წყიდულობენ იმას, რაც არასაშიში რაღაცისგან დაიცავს. ციყვმა ახალი წარწერა გააკრა თავის მაღაზიის თავზე. და გაბნიათ ცხოვრება? მიირთვით თხილები. თხილის სოსისები, თხილის ნამსხვრები. ერთი თხილის სოსისი თუ შეიძლება. მოიცადეთ და თუ მგელი არ იყო, მაშინ რა დაემართ ამ 3 პატარა გოჭს, რომლებიც გაქნენ? არ ვიცი, მაგრამ ალბათ ეს ისევ საიდუმლოდ დარჩება. სოსისები? დასასრული. ეს იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისიც გვეშინია და ვისაც გვერდება რომ საშიშიოში ჩვენი თვალით უნდა შევხედოთ, დავათვალიეროთ, კითხვები დავუსვათ, გავიცნოთ და აღმოვაჩენთ, რომ მე მგონი ძალიან საყვარელია, ან ძალიან საინტერესოა. ეს იყო და ეს გემში დავებით და შევხვდებით ხვალ. დროებით.